ცაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტები მთელი რიგი პლანეტები გადასული არის უკვე მერწყულის ზოდიაქოში. სასწყის გრადუსებზე ახლა უკვე შევიდა მარსიც და აქ არ არის მხოლოდ პირადი პლანეტები, აქ უკვე პლუტონიც დგას მერწყულში და ამ პლუტონთან არის შეერთებები ახლა. რა გავლენას მოახდენს ჩვენზე და რა ენერგოველში შევდივართ უბრალოდ, რომელიც აუცილებლად აირეკლება ჩვენს ემოციებზე, ჩვენს გონებაზე, ჩვენს საზროვნებაზე, ხედვებზე და მოქმედებებზე შესაბამისად, ხო? ზეც, ვენერა, მერკური და მარსიც უკვე პლუტონთან ერთად დგას უკვე მერწყულის ზოდიაქოში. მერწყული ჩვენთან ეს არის თავისუფლების ენერგია, ეს არის ურანული ენერგია, ურანი ჩვენთან ასტროლოგიაში მართავს მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, თავისუფლებას ზოგადად, სოციალურ ურთიერთობებს მართავს მერწყული, იდეებს, როცა შეგვიძლია რაღაცები გადაწყვეტოთ ძალიან სწრაფად, ძალიან მოულოდნელად. მერწყული ეს არის რადიკალური ცვლილებები, გადატვირთვის ენერგია. აი რაღაცა უკვე რადიკალურად იცვლება ან ჩვენ საზროვნებაში, ან ზოგს შეიძლება ქონდეს ძალიან ძლიერი სურვილი რაღაცები საერთოდ შეცვალოს თავის ცხოვრებაში, ხო? ან ახალი გზა დაინახოს მაგალითად თავის ცხოვრების, საით მინდა წავიყვანო ჩემი ცხოვრება, საით მინდა შევცვალო ჩემი ფსიქიკა. და ეხლა რა არის საქმე შოვანი? მზე არის ზუსტად შეერთებაში პლუტონთან, მარსი მიდის უკვე 1 გრადუსი არის და მერკურიც ფაქტიურად პლუტონთან არის შეერთებაში, გონების მმართველი პლანეტა, აზროვნება და პლუტონი რას ქმნის იცით? აი სერიოზულად რომ გამოაშკარავებს ისეთ სიღრმეებს, რომელიც აქამდე შეიძლება არ იყო მაინც თვალხილული, ხო? დავინახეთ რეალობა. პლუტონი ცოტა სიმძაფრეს აძლევს ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი რეალობის დანახვა, ეს არის რაღაც სიღრმეების სერიოზული, როგორ გითხრათ, აი რომ ჩავდივართ რაღაცაში ღრმად და სიმართლე დავინახეთ. ეს სიმართლე შეიძლება იყოს მეგობრებთან, როგორც მერწყულური ენერგია. შეიძლება სიმართლე დავინახეთ, რომ რაღაცა თურმე როგორი შესაძლებელი არის ჩვენ ცხოვრებაში, ან უბრალოდ სიმართლე დავინახოთ, რომ მე ეხლა უკვე შევიცვალე, მე რაღაც ახალი გზა უნდა დავიწყო, ანუ სადღაც ძველი დამთავრდა და ეხლა ახლისკენ უნდა წავიდე. ეს ენერგია ზოგადად ყველასთვის იქნება ძალიან აქტუალური ეხლა, რასაც ვამბობ, არა აქვს მნიშვნელობა იქ პირად რუკასთან ეს მერწყულის ენერგია ახდენს გავლენას თუ არა, ზოგადად ეხლა არის სიახლეების ვიბრაცია წარმოსული, ხო? იდეალების სიახლეები, რომ რაღაც რო ხვდებით, რომ უკვე უკან ვეღარ დავბრუნდებით, რაღაც სერიოზულად შეიცვალეთ ჩვენ ცხოვრებაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მე შევიცვალე ძალიან მაგალითად, ხო? ან გარემო კი არა, მე უნდა შევცვალო ჩემ თავში რაღაც მნიშვნელოვანი. ზოგი უფრო ახლა ჩემთან ვინც კონსულტაციაზე მოდის, უფრო თვითრეფლექსიაში არიან ხოლმე და უფრო შინაგანაცვლიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ენერგო ინფორმაციულ ვიბრაციებს, ვიდრე შეიძლება გარედან შევცვალოთ. თუმცა გარედანაც იცვლება.